შეიძლება დაველოდო ადგილ. მალხაზ ბასილაიას სააგენტო SMOG დღეს აფინანსებს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი, რომელიც ასევე არის მალხაზ ბასილაიას შვილის ნათლია და ფაქტობრივად არის გურამ მისაბიშვილის ოჯახის წევრი, იმდენად ახლო ურთიერთობა აქვს. ასევე როგორც თქვენ ნახეთ, აი ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომანქანით დაზვერვაზე გადაადგილდებოდა გუბერნატორ ზაზა გოროზიას ყოფილი პრესმდივანი, დღეს უკვე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ძალიან დაახლოებული პირი, ლალი გელენავა. ლალი გელენავა არის ორგანიზატორი და მთავარი რედაქტორი SMOG-ის. მათი მუშაობა და მათი საქმიანობა ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ემსახურება იმას, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ჩვენ დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა შევწყვიტოთ მუშაობა. მე ვაპირებ საპასუხო სარჩელის შეტანას მის წინააღმდეგ, როგორც ჩემი საქმიანობისთვის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელი შეშლის ფაქტზე. ერთ საათს გაგრძელდა ეს დაკითხვის პროცესი. მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რამაც შემიუკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოვახერხე ის, რომ აი ჩემს ჩვენებაში ჩაწერილი იყო ის მოსაზრება, თუ რას ვფიქრობდი და თუ რამ გამოიწვია ჩემს მიერ აი მიკროფონის მოქნება. ეს იყო ის, რომ იმ ადამიანს, ახალგაზრდა ყმაწვილს, სავარაუდოდ 17 წლამდე ყმაწვილს, რომელსაც ხელში ეჭირა სამოყვარულო ვიდეოკამერა, არ ჰქონდა მას არანაირი სამკერდე ნიშანი, რომელიც დაადასტურებდა მისი მედია ორგანიზაციის წარმომავლობას, არც ხელში ჰქონდა მსგავსი რამ, მას არ ჰქონდა თან მიკროფონი, მას არ ახლდა ჟურნალისტი, ამიტომაც მე გითხარით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე ჩავთვალე, რომ ის იყო პოლიციის კუდის ან სოდის თანამშრომელი, კატეგორიული წინააღმდეგი იყო გამომძიებელი პაატა დარასელია, რომ ეს ჩამეწერა, თუმცა მე ხაზგასმით აღნიშნე და მე მოვითხოვე კატეგორიულად, რომ მიეცათ ჩემთვის საშუალება მეთქვა, თუ რამ გამოიწვია ჩემი მხრიდან ასეთი საქციელი. თქვენ იცით, რომ მაესტროს მიკროფონი, თქვენი მიკროფონებით დაცულია ეგრეთ წოდებული ღრუბელით და ამაზეა გამოსახული ჩვენი ტელეკომპანიის ლოგოები. ამდენად ეს მიკროფონი არ გამოიწვევდა ზიანს იმ ვიდეოკამერის, რომელსაც თურმე მედავებიან. როდესაც მას აიძულეს და ეტოვებინა ტერიტორია ამ ახალგაზრდა ყმაწვილს იქ შეკრებილმა ადამიანებმა, რომლებიც მოითხოვდნენ კატეგორიულად მისგან, რომ ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის არ შეეშალა ხელი მუშაობაში, სწორედ მაშინ ჩემთვის უცნობ პიროვნება სავარაუდოდ ეს იქნება მათი ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაია და უთხრა, რომ ყველაფერი გადაღებული აქვს, საკმაოდ აჟიტირებული პასუხობდა და საკმაოდ ბედნიერი და აღელვებული, რომ ყველაფერი გადაღებული აქვს და პასუხი იყო არა, კამერა არ არის დაზიანებული, ყველაფერი მაქვს. გამოძიებლის განმარტებით საქმეს იძიებს ზუგდიდის რაიონული პოლიციის სამმართველო, გამოძიებლის პაატა დარასელიას განცხადებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 197 მუხლის პირველი ნაწილით, იგი მოიცავს ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას. კონკრეტულად მათი მცდელობა იყო, რომ რამენაირად დაედანაშაულებინათ ჟურნალისტი ნანა ფაჟავა. აქედან გამომდინარე დასრულდა მოწმის სახით დაკითხვა, მოწმის სტატუსით იყო დაკითხული, ჩვენ ახლა განთავისუფლებული ვართ და ველოდებით ჩვენ როგორ რეაგირებას. თვითონ მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად შესაძლებელია ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო და პატიმრობაც კი 1 და 3 წლამდე. მე მინდა ერთი რამ გავიხსენო. 2009 წლის 31 დეკემბერს ნანა ფაჟავა ჩემს მეგობრებთან ერთად უკვე იჯდა აქ იზოლატორში, როდესაც მას პრეზიდენტის დაცვამ დაუზიანა კამერა. ის კამერა დღემდე დაზიანებული კამერა აქვს ნანა ფაჟავას, როლანდ ახალაიამ ეს საქმე შემოდო თაროზე. გაარკვიონ ეს გაურკვეველი ჟურნალისტები ვინ არიან, თუმცა ეს ცნობილია. ვისი ხალხია ეს და ხელს ნუუშლიან თავისუფალ ჟურნალისტებს მუშაობაში. განაშაულისათვის გაასამართლო ადამიანი ბრძოლელი კანონმდებლობა.